ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშიდობისა დადგათ, რომ ჩვენ საინფორმაციო ბანკში დაგროვილ ყველა ინფორმაციას გაეცნოთ ქართული და უცხოური შოუ ბიზნესიდან. ეს გახლავთ პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. აჭარა მიუზიკლში პირველად საქართველოში არაჩვეულებრივი ექსტრიმ ფარტი მოეწყო. თუ რა ხდებოდა ამ ფარტიზე, ამას სიუჟეტიდან ნახავთ. გელოდებით არ მოდიხართ? დროზე რა, ყველა ცეკვავს. ანუ უკვე თავისთავად მუსიკა და ასეთი ფორმა ალბათ ყველასათვის მისაღები, რადგან არავინ არ ჩერდება და ყველა ცეკვავს. პარტი არის არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველანაირი ხალხისთვის, ვისაც უყვარს ექსტრიმი და ესეთი სტილის მუსიკა. საოცარი აყოფნა, უნიკალური, არაჩვეულებრივი. რა თქმა უნდა. რო არ მომწონდეს არ ვიმუშავებ. ჩვენ გვჭირდება ეს, გვჭირდება. ყველა ცეკვავს და შენ არ ცეკ. მე ჯერ ვკრიფავ. ცოტა ხანში დავიწყებ მე. ეს არის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი გუნდის წევრი ჯუნა ემზი და ამ პროექტს ქვია ექსტრიმა ფარტი და თავარი მიზანი ჩემთვის პირადად როგორც პრომოუტერისთვის დღევანდელი ღონისძიების არის ის, რომ გაეცეს პასუხი დღევანდელ დასმულ შეკითხვას, ანუ დაინერგება თუ არა აი შემოთავაზებული დღეს შემოთავაზებული მუსიკა თბილისში და რა შანსი აქვს დანერგვის. თუ თქვენ უკვე გაეცანით ვიასლივკის შემოქმედებას და დაგაინტერესებთ მათმა ვიდეოკლიპებმა, ვფიქრობ აუცილებლად განეწყობით გასართობად და საცეკვაოდ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ 13 მაისს მე აუცილებლად ვაპირებ აჭარა მიუზიკლში ვისი ამონო ცოცხალი კონცერტით. ახლა კი ვია კოლექტივის კლიპი ვნახოთ და ინფორმაციასაც გავეცნოთ. აირას ვკითხულობთ ვიასლივკის შესახებ ოფიციალურ ვებსაიტზე. სლივკი ეს არის სამი პოპ მუზა, დინარე ნევიდან. მათ ძალიან უყვართ ხურვალე თაყვანისცემლები და სიგიჟე სცენაზე. მრავალრიცხოვან გოგონათა ჯგუფებში, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ვია კოლექტივი განსხვავდება გადაჭარბებული ენერგიითა და დაუღალავის სასცენო მუშაობით. რაც ყველაზე საინტერესოა, მათ აქებს ყველა. მუსიკის მოდური კრიტიკოსებიდან დაწყებული უბრალო ადამიანები დამთავრებული. უფრო მეტიც გოგოები საკმაოდ პოპულარულები არიან უცხოეთშიც. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ უცხოელი კრიტიკოსების აზრით ისინი უაქცენტოდ სუფთად ასრულებენ ინგლისურ ენოვან სიმღერებს. კარინა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მშობლებმა ლონდონში გაუშვეს სასწავლებლად. სწორედ იქ დაუახლოვდა ჯაზმენებს და საკმაოდ მუსიკალური განათლებაც მიიღო.
მოხდა ისე, რომ უფრო მეტად დავინტერესდი საკლუბო და ეგრეთ წოდებული ქუჩური ცხოვრებით. ხშირად გაკვეთილებსაც კი ვაცდენდი, მაგრამ ბევრი ისეთი საინტერესო რამე გავიგე და ვისწავლე, რომლებიც ჩემს შემოქმედებით კარიერაში გამომადგა, ამბობს კარინა კოქსი. სწორედ ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ მომღერალი ქმნის ჯგუფს Discovery, რომელიც მისივე აზრით იყო ინგლისურენოვანი underground-ი. ჯაზის სახლში არაჩვეულებრივი აფრიკული საღამო მოეწყო, სახელწოდებით African Fashion Party. მისი ორგანიზატორი ნინო იოსელიანი იყო. ცეცხლით, აფრიკული კოსტიუმებითა და არაჩვეულებრივი სიმღერებით საღამო ნამდვილად აფრიკაში გაგრძნობინებდა თავს. ორგანიზატორებს მეტი რეალობისათვის მაიმუნიც კი არ დაავიწყდათ. დღევანდელი საღამო არის აფრიკული Fashion TV Party და მონაწილეობას ღებულობენ ქართველი დიზაინერები, წამყვანი დიზაინერები, როგორებიც არიან ავთო ცხვიტინიძე, გვანსა ჯანაშია, თამუნა ინგოროყვა, სალონი ნომა, თეანა ფეტვარიძე და გულია ჩანკვეტაძე. ყველაზე ორიგინალური ვინც შექმნის მოდელს ამ მაისურის მოდელს გახდება Miss Fashion TV ამ საღამოსი და გადაეცემა ჩვენი გენერალური სპონსორი Oriflame-ისგან დაწესებული პრიზი. ჩემ კოლექციებს ათარი. მოგესალმებით ყველას. Welcome to FTV African Fashion Party. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ მომბრძანებისათვის. Tonight we will have bombastic, marvelous and fantastic time with the famous Georgian designers Vansa Janashia, Avto Cvipinidze, Teana Petvaridze. ვარ ძალიან აჟიტირებული და კარგ ხასიათზე, ძალიან კმაყოფილი ვარ აფრიკით და აი ამ ორგანიზაციით იყო ძალიან მხიარული სიტუაცია და სხვათა შორის აი რამოდენიმე დიზაინერმა თავი ერთად მოიყარა და ჩემთვის ეს სასიამოვნოა. კმაყოფილი ვარ რომ გამიმარჯვე ძალიან, იმიტომ რომ რაღაც ხა მაინც მომავალი დიზაინერი ვარ და ნუ ეს ჩემთვის რაღაცას ნიშნავს. ძალიან გავერთე და ძალიან ფერადოვანი იყო. და ნამდვილი გაზაფხულის დასაწყისი იყო. თუ თქვენ ჩვენი მუდმივი მაყურებელი ბრძანდებით, გეცოდინებათ, რომ მაესტრო წამყვანი ვასიკო ოდიშვილი მარინა კახიანთან ერთად მუშაობდა სპექტაკლზე თავისუფალი სიყვარული. პრემიერა 2 მაისს სარდაფში შედგა.
ბორდელის მეპატრონე. და თორე საკუთარი საფრთხის. როგორი? ყველაფერი რა თქმა უნდა პოლიტიკური ვითარების პუნქტია. და რომ მამაჩემის დაბადებად გადაიქცეს. შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო. დამოუკიდებლობა გჭირდება და შვილო რომანტო თუ მიდრო ბრაზამო გაკიდა დედა იქამდე დავეცი სკვერში პატია ბავშვი დეპიატავდო დედა დავიდელი მიდრო დავიდელი ძალიან მიჭირს ამ წუთას რამის თქმა, იმიტომ რომ აქედან ძალიან ძნელია ამის შეფასება. ფაქტია რომ შედგა ხო პრემიერა რაღაცნაირად მიიღო მაყურებელმა და მე ვიცი რომ ეს აგორდება ეს სპექტაკლი. ამას ცოტა ხანი ჭირდება კიდე, ცოტა ხანი ჩვენ ვერ ჩავეტიეთ ისე დროში, ეს გაშლის ფრთებს და იქნება ის რაც უნდა იყოს. აუცილებლად. მე მიყვარს უკვე ეს ქალი და რომ დამშვიდდები, რაღაცა გავზომავ, გადაცმებს, მუსიკალურ ნომრებს, ყველაფერს ალბათ მართლა დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ხოლმე, ამაში დარწმუნებული ვარ. მურიანი ვარ? ო. აიცი კმაყოფილების და თან ბოლომდე კმაყოფილების ვერა, იმიტომ რომ ალბათ გაცილებთ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა დღეს ჩემ თავს უყენებ ამ მოთხოვნას. ანუ კიდე მე მგონია რომ კიდე უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყავი ვიდრე ვიყავით. ასე იქნება ალბათ ესე დავიხვეწებით და მე რაღაცა გვეშვერა. თეატრალურმა ტელეკინოცენტრმა და პროგრამამ თეთრი ფარდა თავისი პირველი ერთობლივი მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმი წარადგინა კინოსახლში. ფილმს ასე ჰქვია გადაიღალა და მისი რეჟისორია მსახიობი გია აბესალაშვილი. ეს არის კომედიური ჟანრის ფილმი, რომელიც იუმორით გამოხატავს ერთი ბავშვის ცხოვრებას. ფილმში ბავშვებთან და პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ქართული საზოგადოების სხვა ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ. ერთხელ მაინც ყოფილა თეთრ ფარდაში. ვერ დაიკვეხნის ბევრი სტუდია საქართველოში დღეს არსებობს.
დავამოწე ბიჭო. Chocolat. Gaimore, j'aime le chocolat. შენ როგორი პლასტიურია დათუნა? საოცრად. ეს ხაც მოვეგოდი. საოცარი პლასტიკაა. გარაჩვეულებრივი მომაცემი. ძალიან კარგი. პლასტიურიაო. რატომ კანდელა შემოჩა? ძალიან ესიამოვნა ფილმი, იცით, აი ამ მოკლე მეტრაჟში, აი ესეთი ერთიანად მართლა პრობლემების საკითხია. ეს ხო ვიცით ყველას გვწივა ეს ამბავი, რომ ბავშვებს ჩვენ ვაძალებთ, არი ხანდახან არასწორად თავს დით, ყველაფერს ამას ემსახურება ეს ფილმი და ნამდვილად საჭირო ფილმია. აუცილებელია ძალიან ბევრი პრობლემების და გამო ის რაც დღევანდელ მოზარდებს შეეხებათ და მოზარდთაობაში არის რა, იმიტომ რომ თუ ბავშვი თუ ახერხებთ ამას ეს ძალიან კარგი ხარ ჩემთვის ცოტა ძნელია ელაპარაკო რას აკეთებ და როგორ აკეთებ მაგრამ მიმაჩნია რომ იმ საქმეს რომელსაც ვემსახურები აქაც და არტოსბახშიც აუცილებლად წაადგებათ თემატიკურად აქტუალური არის და ნიჭიერად მიგნებული თუ შეიძლება ამ სატკივარს მიგნებული ერქვას იმიტომ რომ მართლა ტოტალური ხასიათი მიიღო ამ მრავალმხრივმა განათლებმა რომელიც რაღაც კონცენტრაციის და ენერგიის დაგროვების უნარსულებით უკარგავს მოზარდ თაობას. ეს გაკეთდა სადღაც ეს ბავშვები რო ავკრიბეთ 3 თვეში რა, უბრალოდ ძალიან მოგვეხმარენ ჩვენი მეგობრები და. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.